მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ეხლა გადავწყვიტე მეორე ვიდეოსაც გადავიღებ, თქო. თან რაღაც KSI-ის რაღაცა ვიდეოს უყურებ ჩუმზე, იმიტომ რომ მე თან ლაპარაკობ, თან ვერთობი, თან ისა. დღეს მინდა ვილაპარაკო სიმშვიდეზე. სიმშვიდე არის ადამიანებში ყველაზე რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობა, რომელიც ძალიან რთულია, რომ მხოლოდ მარტო ადამიანმა თავის თავში იპოვოს. ეს არის სიმშვიდე, რო ვიცოდეთ. მე მაგალითად ჩემთვის სიმშვიდე ყოველთვის ლენკა იქნება. იმიტომ რომ ლენკა მამშვიდებს. რაც არ უნდა თულ ვითარებაში ვიყო, მას არ ვიცი, რაღაცაც უნარები აქვს. ესე თვალებს შემომხედავს და всё, მე ტრუპი ვარ რა, აი მეძინება. ან რა ვიცი. ხანდახან ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ აი ვაფშე ძალიან ხოძეა. ახალი არა, მაგრამ აი ძალიან ხოძეა რა, რაღაც გაკეთება მინდა. ლენკას რომ დავინახო ხოლმე, დნები ესე და წვევი და მეძინება. ხო და აი სიმშვიდე არის ძალიან რთული თანამედროვე რეალობაში მით უმეტეს რა, რაც ხდება დედამიწაზე. რაც ხდება ყოველდღიურობაში, სულ პრობლემებზე რო გაქვს ფიქრი თავში და короче, ბევრი ნეგატიური რაღაც ხდება და ძალიან რთულია რომ მშვიდად იყო ადამიანი, მაგრამ ყველაზე საჭირო რაღაცაც არის ამავდროულად რა, ანუ ყოველთვის თქვენი ადამიანების მიზანი, ჩემი ეგრეა და თქვენს გირჩევთ რომ ეგრე იყოს, რომ თქვენი მიზანი იყოს, რომ სიმშვიდე იპოვოთ. მეტი არაფერი არ გჭირდება ზოგადად. შენ თუ სიმშვიდეს იპოვი, ნებისმიერ პრობლემას ბევრად უფრო მარტივად გადაწყვეტ, ნებისმიერ პრობლემას ბევრად უფრო მარტივად უტირებ ყოფას, ვიდრე აი რაღაცა აფორიაქებული. ეს ფორიაქი არის, ზოგადად ნერვიულობა არის ყველაზე უსაგნო, უაზრო და დებილიზმი რაღაც რა. ანუ ერთ-იგივე რაღაცაზე არა თან არსებობს ეგეთი რაღაცები, რომ რაღაცაზე რომ ნერვიულობ, ამაზე ფიქრი გეხმარება, რომ რაღაცა სხვა იდეას მიაგნო რა დაუშვათ. და ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ტვინში დაგებადოს რაღაცა იდეა და ეს პრობლემა ყველაფრის მერე გადაჭრა. მაგრამ არის პრობლემები, რომლებსაც ძირითადად ადამიანები, რომლებზეც ვფიქრობთ და ვდარდობთ, რომ აი ნერვიულობას აზრი არ აქვს. აი დაუშვათ ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს. მე ერთ ჩვენ თავზე არ ვიფიქროთ, აი სხვას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ვიღაცას აქვს და ჩვენს მეგობარს, ჩვენს შეყვარებულს, რა ვიცი, ვიღაცას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. იმას რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მე ამ დროს იმის პრობლემაზე რომ ვინერვიულობ. ჩემი თან დამტკიცებულია უკვე რომ ეს ნერვიულობა ორგანიზმისთვის და სხეულისთვის და არაფრისთვის კარგი არ არის. და მე რომ ვინერვიულობ, უბრალოდ დაუმატებ იმის ნეგატიურ მდგომარეობას ფიზიკურს ჩემსასაც, ხო? და საბოლოო ჯამში რას შეცვლის? ვერაფერს ვერასდროს ვერ შეცვლი ნერვიულობით. თუ რაღაც ის გინდა, აი სიმშვიდეზე რომ გელაპარაკეთ, აი სიმშვიდე მოძებნეთ ხოლმე, როდესაც ნერვიულობა დაგეწყებათ რა. უბრალოდ სიმშვიდე მოძებნეთ, რაღაც კონკრეტულ ვითარებაში ან ადგილზე მიდით, იქ დაწყნარდით, გაიაზრეთ ყველაფერი რა მოხდა, რა შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, ბევრი რაღაცა უნდა გაიაზროს ზოგადად ადამიანმა და მაგის შემდეგ უკვე თქვენ თვითონ მიხვდებით რომ ნერვიულობას აზრი არ აქვს და რაღაცა გამოსავალი გაქვთ მოსაწებინი. აი როცა ცხელ გულზე აზროვნებ, ბევრად უფრო რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ახლა ვიდრე საგონებაზე. ბოლო ადამიანებს ისა გვაქვს კანონებში გვიწერია, რომ აფექტივ მდგომარეობაში ნაკლებად ისაა რა დასჯადი არის აფექტივ მდგომარეობაში რაღაც საკეთებს. ანუ თქვენ რომ დაუშვათ როგორ აფექტივ მდგომარეობა, აი რა ვითარება მოგიყვეთ, აი სახლში შეუსწარით თქვენს ცოლს ვიღაცასთან, დაუშვათ, ღმერთად აგიფაროთ, მაგრამ აი დაუშვათ შეუსწარით რა. ამ მომენტში თქვენ რომ ის ადამიანი დახოცოთ მოკლათ ბევრად უფრო ნაკლები სასჯელი გექნებათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ ესე დღისით მივიდოთ ვიღაცასთან და მოკლავთ. ხვდებით ხომ? რას გულისხმობ? ეს არის აფექტივ მდგომარეობა და აფექტივ მდგომარეობა ძალიან რთული საკონტროლებელია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით. მაგისთვის გვჭირდება სიმშვიდე. აი, ხო ხვდებით, რომ ადამიანებს რაღაცა პრობლემები გვაქვს, მინუსები გვაქვს რა. აი
ეგეც ხო მინუსია, რომ აი საგონებაზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება და აფექტის დროს უცებ რაღაცა გააკეთა და ეს სისულელე იყო და მე ამის გამო ცხოვრება დაინგრა, ამასაც, სხვასაც, იმასაც, ამასაც, კაროჩე, ყლებება მოხდა. მაგის გამო არის, რომ უნდა დავწყნარდეთ ყოველთვის რაღაც გადაწყვეტილების მიღების დროს, არც წინა, არც მომდევნო ნაბიჯზე რო არ გვაქვს ნაფიქრი ისე რომ ვაკეთებთ რაღაცებს, ეგ არის უდიდესი პრობლემა. ადამიანების უდიდესი პრობლემა არის. და მაგის გამო მე გირჩევთ ხოლმე რომ რაღაცა კონკრეტული ადგილი, რაც კონკრეტულ ადგილზე შთააგონოთ თქვენ თავს, რომ მე აქ შვიდად ვგრძნობ თავს. იმ ადგილას მიდით ხოლმე და იმ ადგილას რომ იყოთ, მე იქ რო თუ დაწნარდებით, ან ზოგადად რასაც შთააგონებ საკუთარ თავს, იმას დაგიბრუნებ შენი თავით რა. მე რასაც ვარ დაკვირვებული, მხოლოდ მაგას გასაუბრებით ახლა და არაფერი ის მოგონილი და ის არ მაქვს რა. ხო და მანდ გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აი რო დამშვიდდეთ ადამიანები ხოლმე რაღაცა არის ეგეთი ადგილები, მაგალითად, ახლა მე მქონდა ლისზე ერთი ადგილი, სადაც დავჯდებოდი ხოლმე და ვუყურებდი იქ ყველაფერს. რატო ვუყურებდი, რატო მომშვიდობდი და დღემდე არის. ყაზბეგი არის ეგეთი ადგილი, კიდე ჩემი სოფელი არის. იქ მე ნეგატივს ვერ გამიცდი. აი რაც არ უნდა მოხდეს, მე ნეგატივს ვერ გამიცდი. და ვიღაცა ადამიანების ჩემი ნაცავების თუ გარდაიცვალნენ იქ და უშოთ და ისა, რომც ჩავიდე, ნეგატივს ვერ გამიცდი იმ ვითარებებში, ანუ როგორ აგიხსნათ ეგ, ძალიან სულ რაღაცას ვიძახ, მაგრამ რა თქმა უნდა, გული მტკივა იმ ადამიანებზე, ვინც გარდაიცვალნენ, მაგრამ ხო ხვდებით რა გულისხმობ რა. თბილისში რომ მომხდარიყო მსგავსი რაღაც, ბევრად უფრო ნეგატიურად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ყაზბეგში ყოფნის დროს. მიხდით? თუ მაინც ძალიან ცუდად თქვი რაღაცა და უნდა მაგინოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ არ მაგინებთ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ძალიან ნაცად დამისახურებია. რაღაც ახსნას ვცდილობდი, რაც არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მე მგონი არ გამომივიდა და მაგის გამო მზადნავ. ხო, ნუ რა აზრი აქვს რა მოკლედ. ხო და ეგეთი ადგილები დაითხრიეთ. ოღონდ თქვენ თვითონვე უნდა შთააგონოთ თქვენ თავს. წინამორბედ შემთხვევაში არ გამოგივათ არაფერი. თქვენ თუ არ შთააგონეთ თქვენ თავს, რომ სადღაც რაღაცა ადგილზე კარგად გრძნობთ თავს, როგორც მინიმუმ სადღაც მაინც. ის რავი აზრი აქვს. კაროჩე. ხო ხვდებით რას ვიძახი. ნო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ჩემი ვიდეო ოდესმე მაინც ნახი აქვს და არა მარტო ჩემი ვიდეო ნახი, ყველა, სრულიად ყველა ადამიანი სიმშვიდეს ვიპოვნით რაღაც ეტაპზე, სოფლიოში. იქნება ეგეთი ვითარება, რომ აი მშვიდად ვიცხოვროთ სულ ყველა, უპრობლემოდ, უყელაფროდ, უიმისოდ, უამისოდ და ვიღოთ ბედნიერები. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ცოცხალი მოვესწრებ, მეც არაფერს არ ვიძახი. თალში რაც გინდა ის იყოს. ხო? всё, კარგად იყავით. მე მგონი საკმარისზე მეტი ვილაპარაკე, სიმშვიდე გჭირდება რა. სიმშვიდე გჭირდება. ისეთი რაღაცები გჭირდება ზოგადად ადამიანებს, რაც არ გვაქვს ხოლმე. ხო და ალბათ ყველაზე მეტად რაც არ გვაქვს ახლა სიმშვიდეა. ალბათ. შეიძლება სხვა რამეები იყოს, რაც უფრო მეტად არ გვაქვს და უფრო მეტად გჭირდება, მაგრამ მე სიმშვიდის იქით ვერაფერს ვერ ვხედავ ჯერჯერობით, რაც შეიძლება მჭირდებოდეს. ესეც თუ არასწორად გამომივიდა და მალადეც მე მაგარი იუთუბერი ვარ. სწორედ, კარგად იყავით, გაგვაცეთ გულში, სულში და კარგად იყავით. თქვენ გენაცვალეთ, მე თქვენ ხართ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები ხო არის, რაც სიცოცხლის სურვილს მაძლევს და უნარს. და აი ძალიან ახლო ადამიანების შემდეგ თქვენ ხართ ის ადამიანები, რის გამოც ცხოვრების ხალისი მაქვს ჯერ კიდევ. ძალიან დიდი მადლობა. კარგად.